იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ხო. გოგო, რავი, აბა რა უნდა ვქნა სახში ვარ რა, ხო. აი ესე ტელეფონი მიჭირავს, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, ავსკროლე, მერე ისე Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი. აი ესე ვატარებ დროს რა მთელი დღე სახში. სამსახურიც არ მაქვს, რომ გარეთ გავიდე ხოლმე, ცოტა გავიპრანჭო და გავიდე. ნუ პრინციპში არ მჭირდება ხა ჩემი ქვის პანჩი, მაგრამ მე სხვა ადამიანი ვარ და ხანდახან მინდა რომ გავიდე ხოლმე რაღაცა ლამაზად და რა ვქნა. კაი, დაგირეკავ მერე. კაი. ჩემო საყვარელო. გაიღვიძე? აი, მე რო გავიღვიძე ახლა ესე გაიღვიძა ჩემატერმა. რა გჭირს, პატარა? თავი მისკდება, პირი მიშრება. რა მოგივიდა? რა მომივიდა გუში, როგორ მოვედი სახში არ გახსოვს, სუდა თავი პახმელი ვარ. აუ, ძალიან ბევრი დალიე ხო შენ გუში. მე რა გიხარ, ხა მითხარ. ხო, აი. მიდი. თუ გიყვარვა ლუდზე გამეგზავნე რა. გთხო, აი. მაღაზიაში ჩავიდე? მაღაზიაში. აუ, ეხლა აბა რას ვიზავ? გამოვიპრანჭები ახლა უცებ და მაღაზიაში ჩავიდე. მიდი, გამოგიგეთ ხავ ფულს ვედა ჩავიდე. კაი, ხო. ხო, იცი, ესე ხო არ ჩავალ ოღონდ. აისა. ხო, კაი, ჩავალ ხო მაცადე. ой, მე თავი. რა ქენე ჩემო ცხოვრება, აბა ლუდზე რო გითხარი ხო არ დაგავიწყდა. ამომიტანე? ვაიმე, დამავიწყდა. აუ, დამავიწყდა. ბიჭო, პუდრი კი არ წამისვია. რა პუდრი, გოგო, მაღაზიაში? რა მითხარი? რაღაცა მითხარი. ლუდზე გითხარი, ჩადი, არ ნახევარი საათი გავ. ხო და ჩავდივარ, მიშიკო. არ ჩასულ ხარ ლუდზე? ვაიმე, მიშიკო, რა ვქნა, ვერ გავიგი, არ მინდა რომ ცოტა გამოვიპრანჭო, ესე ხო არ ჩავალ. გოგო, რა თუ და გამობრაჭა, ჩადი ლუდზე, შედალოცვილო, სუდა თავი. აი, შენ მითხარი, ხა ესა რომელი ლუდი გინდა? აი, ის არ მაინტერესებს, შეფუთვა მაინტერესებს, ანუ რა ფერი იქნება ეს ლუდი თვითონ. რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს, თამარ? ლუდი მინდა ვერ გელაპარაკებით ეს. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს? ლუდს რო ვიყიდი, ხო და უხდებოდეს ან ჩემ ფეხსაცმელს, კაბას, რაღაცა მოსაცმელს, ჩანთას, ხო და უხდებოდეს მიშიკო რა? ხო, ჩაოლებრივი ლუდი მინდა. რა შუაშია? მოხდენა ტანსაცმელთან რა შუაშია, გოგო? ლუდი მინდა. აი, ვაფშე არაფერს აზე არ ახარ რა. ხო, კაი, ფეხსაცმელს ჩავიცვამ და წავალ. ვაიმე, ღმერთო, რა ცუდა თავარ. ვაიმე. რა ხდება? რა არის? არ მქონია. რა არ ქონია, გოგო? ფეხსაცმელი. 1 2 3 4 წვილი აწყვი აქვს, რა არ ქონია, თამარ, ნუ გადაბრევ, გეხვეწები. ერთი ბოთლი ლუდი მინდა, გოგო. გავიგე რომ ლუდი გინდა, მაგრამ ეს ფეხსაცმელები ერთი არის გამოსასვლელი, ერთი არის დიდი მოლის, ერთი არის მანქანაში ჩასაცმელი, ერთი არის დაქალთან ჩასაცმელი და აი უბნის მარკეტის ფეხსაცმელი არ მქონია. დავაშავე, ერთი ბოთლი ლუდი მინდა, შედალოცვილო, ჩადი და ამომიტანე, მე სხვა არაფერს არ ვიტყობ. აბა, რისთვის ამზადები ეხლა? არ უნდა ამდენი კი, მოიც ერთი წამით. თუ რა დავაშავე. აბა, მითხარი ეხა, რომელი კაბა ჩავიცვა? ნუ ეს მალე თუ არ ჩახვალ, თამარ, შავი რაც გაცვია მინიმუმ 40 დღე გეწმება, მალე თუ არ ჩახვალ, ახლაც უნდა თავარი წედათ. რა მნიშვნელობა? რა მოგივიდა, ხო, ჩავალ ხო? აი, ამას შევალ ეხა მე და ჩადი მაღაზიაში. დაქალთან ჩასაცმელით წავალ. ჩადი ხარ, ხო? ხო, აი, ხა მივდივარ. იცი რა მინდა უბრალოდ? აი ეს მოსაცმელი ამ კაბას მოუხდება? რა მნიშვნელობა აქვს, რომელ მოსაცმელს ჩაიცვა? მითხარი და რას უხდება? საერთოდ არ მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია ერთი ბოთლი ლუდი, მინდა შედალოცვილო, ხო შეგიძლია? ერთი ბოთლი ლუდი. მე ჩავალ საერთოდ ვაფშე აღარ მინდა არაფერი რა. დაამთავრე შენი ემოციური მონოლოგი? კი. ხო და ეხა დაწყნარდი და გააზრებულად მიპასუხე. ეს მოსაცმელი ამ კაბას უხდება თუ არა? კი. ხო, მორჩა. რთული იყო? ანუ მიდიხარ ხო? ხო, მივდივარ, წავედი.
რა ხდება? ვიმე, ლუიზა შემხვდა, ლუიზა და ესეთი კაბა ეცვა. რა მნიშვნელობა აქვს ლუიზას რანაირი კაბა ეცვა გოგო? ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის აქვს. ამ კაბას საერთოდ გადავაგდებ. ეხლა ლუიზას ატუაცია. ფეხსაცმელი უნდა შეუხამო ფეხსაცმელს, პომადას, თვალის ფანქარი და აღარ მინდა. მე ჩავალ, აღარ მინდა. არა, საწახვა. დამანებე თავი მე ჩავალ. აიმე, მიშიკო ძლივს სახლიდან გასვლის რაღაცა მიზეზი მომეცა და დაეგო და ეხა მანდ. და წავალ თქო გეუბნები, ისე პომადა კაი გამახსენე. თვალის ფანქარის ბარემ. ხო, აბა რა. შენ გადი რა გინდა და ამოგიტან 2 წუთში. რა დავაშავე. აი მე რანაირი ბიჭია. მომეცი. ცვარიანია ხო ბოთლი ხო დაიცვარა? აი 2 წუთიც დაგავდივარ რა შენ თავს ფიცავა. რა 2 წუთი გოგო რამდენი ხანია ყველაფერი ხო შეახამე წეხან რომ გავდიოდ ნახევარი საათი რა წეხან რა წეხან ბიჭო ლუიზას კაბა მაცვია რა შევახამე გაჩვდი კაცო მამა გიტან თქო 2 წუთში ვა გააღე კარები დიზაინერი იქნება ბოდიში გამარჯობა მახვედი კუკუნი როგორ ხარ? რავი, აბა როგორ ვიქნები? აუ, გოგო, კიდე კარგი რომ დამირეკე, აი, თორე ძლივს მოვახცი, ისეთ საცობებია შენ დავსვისა. არ თქვა საცობები, მართლა. კიდე კაი რომ დამირეკე, აი, პროსტა ნახე რა ტრენდული კაბა და აი, ნახე დავიხი აგირჩიე და რა მოგიტანე საერთოდ. შენ თავსფიცა ვარ, აი, ძალიან მოდაშია. თან მოიცა, ეს რაღაცია. დროზე გაიხადე, გთხოვ, სუდათავა რომ გიყურებ, გოგო, ეგ რა არის? არა, ეს ხო. მაგით არ ჩახვიდე, გთხოვ, მარკეტში. არა, გაგიჟდი. ამით როგორ აი, ნახე, შენ თავსფიცა ეს ვარ. არის ტილო, ეს თახლის დასაცმელიც არ არის ფაქტიურად. ხო, აი მართლა სახშიც არ ჩავიცვამდი მე. ხო და აი ნახე, გოგო. აი უბნის მარკეტში რო შეხვალეს შენ და თან ნახე მარკეტის კალათი წამოგიღე. ამაში პროდუქტებს რო ჩაალაგებ, ანუ ეს კაბა აირეკლავს, ანუ მოკლედ ყველანაირი პროდუქტს მოუხდება, შენ თავსფიცა აი ძალიან ლამაზია რა. აუ კი. ბოდიში ერთი წამი ხეს ხო არ გიშლით აქ თამარ? ვინ არის ეს ფუფუნა კაცი გოგო რა შემოვიდა მის მერე მე ფუფუნება აქ რა ეს ამაც უხდება რა არის გოგო გამაგები მიშიკო რა ხდება ვინ არის ჩემი ქმარია ეს არის ჩემი ქმარი მიშიკო ჩემი მეგობარი დიზაინერი და სტილისტია რა გასაგებია რა ხდება გამაგები ერთი ბოთლი რუდი მინდა დიზაინერი ხო და ჩავდივარ თქო გეუბნები ბიჭო ვაიმე ღმერთო კაი თმაზე რა როგორ ზედმეტად მამაკაცური ამასთან როგორ ცხოვრობ ვაიმე ძალიან ხო კაი მოდი ჩვენ საქმეზე გადავიდეთ კაი იცი რა მინდა ეხა მოდი ბარემ ვარცხნილობაც შევარჩიოთ ხო აი ზუსტად მაგიტო მე შენ წამოგიღე კატალოგი სადაც შეგიძლია არჩიო აქ ანუ ხო ხდები რომელი ვარსნობა გინდა აი მაგ ვიღაცა არის ჩამოსწორებული არის თამარ ეს მოვერდება ჩემოლამაზო მოვიტანი შენი ფერები და მანიკურის ნაცვლად მე მგონი ჯობს რომ შილაკი გავიკეთო. მეც ასე ვფიქრობ. 2 საათი მეტი არ დაგჭირდება. გაჭირდი შენ. შილაკი ერთი წამი ბოდიში რა ერთი წამი ფუფუნ ესა. ბიჭო, შილაკს გავიკეთებ, აბა ეხა. გოგო, რისთვის იფრანჭები გამაგებინე. ბიჭო, გამაგებინე ეხა იქ მოლარეს ამპული, ამ შილაკით ხო არ მივაწოდებ მიშიკო ფულს. ნამდვილად ვერ მოგწონს. რისთვის არა, ხო, ნუ რისთვის იფრანჭები გამაგებინე ამდენს გოგო. ერთი ბოთლი ლუდი მინდა. რისთვის იფრანჭები და აი თქვათ ქუჩაში შემხვდა რაღაცა ქუჩის გამოკითხვა, რა ვქნა? გაორმაგე და სხვას მიეცით ხო, შეშო ბენზახლო და ერთი ლუდი მომიტანე მაღაზიიდან ხო შეიძლება. მიშიკო, დაწყნარდი, ეხა უცებ გავიპრანჭები, მოვემზადები და ჩავდივარ. გადი შენ რა. თავი დავანებ. მოდი ფერი ავარჩიე. შემოდგომის ფერები ხო არ ჯობია, მარცხნილობასაც რო შეესაბამება. ხო, რა თქმა უნდა, დაინახე. აი ეს გადაწყვიტა. ჟოლოს ფერი რაღაცნაირად. მიშიკა ვაიმე მოვიდა yes ლუდი მოიდა გავდივარ ხო კარგად გამოვიყურები აი ხა ლუდზე ჩავდივარ კაი ყველაფერი ერთი წამი რამდენი წუთი დამჭირდება ეხა რა всё აი ერთი წამი აქამდე სად იყავი ვაიმე ვემზადებოდი ნახე რა კარგად გამოვიყურე ერთი კომპლიმენტი მაინც მითხარი რა კაი წავედი ამოგიტანე ხალე ამაზე ამიტეხე ერთი ამბავი კაცო. ღმერთო, რა თმინდოდა? ცოლი რა თმინდოდა თუ არა? ყველაფერს თავი დავანება. ხელცარიელი რატო მოდიხარ და ასე მალე რატო მოდიხარ გამაგებინე, ა? ლუიზა ხო არ დაგვხვდა იქიდე მაგისი? აბა? დაკეტილი. უბნის მარკეტი ხო დაკეტილი?
იქ დიდ მარკეტში რო გადასულიყავი იქით 24 საათიანი როა დიდი. სულ რო ღია არის იქ გადასულიყავი გოგო და გამოგეტანა. დიდ სუპერმარკეტში? ხო, გადასულიყავი. ბიჭო, ამ უბნის მარკეტის დასასვლით გადასულიყავი დიდ სუპერმარკეტში? აფრენშენ მუსიკო. გამიშვი და ერთი მაცა და მოვემზადე. გადი ახლა იქნებები არ მომიშალო ლუდი ვერ მომიტანე. მოვემზადები დიდი სუპერმარკეტში გადავალ. თავი დამანე. აი ხავე ჩავიცვა და გადავალ. ახლა ლუიზა შევხვდეს კიბებზე მაგის დედა უნდა. აიმე რა უნდა რა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.